უწყვეტმა პროტესტმა ახალი პოლიტიკური მოძრაობა შუა ეს არის ახალგაზრდების მიერ დაფუძნებული ძალა, მისი ხასიათი სახელწოდებაშიც გამოკვეთილია სართული ახალი თაობის ძალა. მოძრაობის დაფუძნების შესახებ პოლიტიკურად აქტიურმა ახალგაზრდებმა დღეს გამოაცხადეს სართული შემოერთებისკენ მოუწოდებს ყველას, ვინც როგორც თვითონ ამბობენ, დაიღალა ძველი პოლიტიკური სიბინძურით, ვინც დაიღალა იმით, რომ პირად ინტერესებს შეეწირა აწმყო და ეწირება მომავალიც. სართული მოძრაობა ახალი თაობის ძალის წარმომადგენელი ვადო მაჭავარიანი, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს საპროტესტო აქციებიდან, დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია. მივესალმები მას. საღამოშვიდობისა ვადო, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. აქეთ გთხოვთ. თავდაპირველად ერთი დაზუსტება, ვიდრე სხვა შეკითხვებს დაგისვამთ, პოლიტიკური მოძრაობა, ასე ითქვა დღეს. ეს პოლიტიკური პარტია თუ ჯერ არ არის პოლიტიკური პარტია? ეს უბრალოდ პოლიტიკური მოძრაობა არის. ჯერ ანუ პარტიაზე მინდოდა მეთქვა, რომ მოძრაობა არის უბრალოდ ანუ ეს მოძრაობაშიც სახელს გამოიხატება, რაც ვაპირებთ, რომ ვაპირებთ მოძრაობის დაწყებას ამ მოძრაობიდან, რასაც დიდი ხანია უყურებთ და გვინდა ჩვენეული შინაარსი შევიტანოთ და სწორედ ამიტომ პოლიტიკური მოძრაობა უნდა გავფართოვდეთ მომავალში. რა გეგმები გვექნება, როგორ გექნება ამასთან დაკავშირებით საზოგადოება აუცილებლად გაიგებს, მაგრამ გვინდა რომ გავფართოვდეთ, მეტი ახალი, სუფთა ადამიანი შემოვიკრიბოთ გარშემო და ჩვენი შინაარსი შევძინოთ პროტესტს და ადამიანებს ვანახოთ, რომ შეგვიძლია ამის გაკეთება ნამდვილად. კი ბატონო, მე ამაზე კიდევ ვკითხავთ დამატებით, იმიტომ რომ თქვენ ამბობთ, რომ შინაარსზე ორიენტირებული ხედვა იქნება პროფესიონალიზმი და ასევე სადღეგრძელოების ნაცვლად მოქმედების გეგმას ემხრობა ჩვენი მოძრაობაო. მოდი ვთქვათ ამ სადღეგრძელოებზე. ეს ახალი მოძრაობა არა მხოლოდ თავის გეგმას წარადგენს, არამედ დღეს თქვა, რომ ის უკმაყოფილოა არსებული პოლიტიკური სპექტრით. რატომ, რა ხარვეზები აქვს არსებულ პოლიტიკურ სპექტრს და რა არის გამოსასწორებელი? სადღეგრძელოები, სხვა შორის ეს სიტყვა ხშირად ისმის ხოლმე. მაშინ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საზოგადოება ელოდება რაღაც კონკრეტულს და შემდეგ ამ კონკრეტულს ვერ იღებს. ეს იქნება აქციებიდან თუ სხვადასხვა სივრცეში. კი, იცით, ძალიან ბევრი არის სასაუბრო და ხო, სადღეგრძელოები, იმიტომ გვესმის ხშირად, რომ მართლა ხშირად ემსგავსება ხოლმე პოლიტიკოსის საუბარი სადღეგრძელოს და ეს სტანდარტი გვინდა შეიცვალოს. და გვინდა ის სტანდარტი შეიცვალოს, რომ მუდმივად ჩხუბი ყველაფერზე და მეტი იმაზე საუბარი რაც ყოფს, ვიდრე იმაზე რაც გვაერთიანებს. არა და პირიქით არის საჭირო აუცილებლად და ეს პროტესტიდან გამოხატული მოთხოვნაც იყო, რომ ახალი ძალები, ნაკლები სადღეგრძელო, მეტი საქმე, ნაკლები საუბარი, მეტი მოქმედება. ამიტომ ბევრი არის ის, რაც შემიძლია თქვა, მაგალითად ის, რომ ძირითადად საუბარი მიდის მეინსტრიმულ ძირითად თემებზე და არა მეინსტრიმულ, არა ძირითად თემებსაც, კონკრეტულ ადამიანებსაც აწუხეთ, ბევრი ადამიანი ამაზე არ სწავლობს, მესმის ძირითად პრობლემები გვაქვს ქვეყანაში, ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს, რაც მთავარია პირველ რიგში, პრიორიტეტია სინდის პატიმრების თავისუფლება და ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ აქტივობას შევთავაზებთ საზოგადოებას მალე, რითიც შეგვიძლია მათ მივეხმაროთ და რითიც შეგვიძლია ამ პროცესს მივეხმაროთ, თუმცა ამის გარდა საჭიროა ისეთ თემებზე საუბარი, რაც რაღაცნაირად ამ თემებზე არ საუბარი და კონკრეტული ადამიანის პრობლემებზე არ საუბარი და სხვა სფეროებზე არ საუბარი, მაგალითად კორუფციაზე ნაკლები საუბარი იმაზე, რომ სხვა სფეროებში ვისაუბროთ, ხო, ვისაუბროთ ამაზე, არის მართლაც დიდი საკითხები, რომელიც პოლიტიკის დღის წესრიგშია ახლა, თუმცა ასე უნდა ვთქვათ, რომ ის ერთ-ერთი მაგალითად რაც დაასახელეთ, ეს დიდი თემაა სწორედ და აი ამ მანკიერი მმართველობის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელია. რისი თქმა გსურთ აი ამ თემები და სხვა თემებიც გითხარით, რაზე უნდა ესაუბროთ თქვენ მაყურებელს ამ შემთხვევაში და ზოგადად საზოგადოებას? ბევრ თემაზე ვაპირებთ საუბარს, მათ შორის ხო კორუფცია იქნება ერთ-ერთი ჩვენი მთავარი სამუშაო თემა, ასევე იქნება სამუშაო თემა ჩვენი ის თუ რა პრობლემები აწუხებს სხვა დიდ ქალაქებში, მაგალითად თბილისში, ჩვენ დიდი ხანია ამაზე როგორც ორგანიზაცია 12 სართული მუშაობთ და როგორც სართული პოლიტიკური მოძრაობა ვაპირებთ მეტ აქტივობას ამასთან დაკავშირებით, მეტ ინფორმირებას საზოგადოების, თუმცა ინფორმირებაზე მეტად ვაპირებთ მოქმედებაზე გადასვლას, ადამიანების დახმარებას კონკრეტულად და ამასთან დაკავშირებით ჩვენ კონკრეტული გეგმა გვექნება უკვე როგორ ვაპირებთ და რანაირად ვაპირებთ. დღეს ბევრ რაღაცას არც გამიმხელია და არ გამომხელია, რომ ეს პროცესი არის და ისედაც სურთ რომ ჩვენი გეგმები იცოდნენ მათ და ამიტომ თანდათან გამოჩნდება ეს ყველაფერი, თუმცა ჩვენი მოქმედება იქნება სწრაფი და ჩვენი სიახლე რაც შეთავაზებული იქნება სწრაფი და ამას ძალიან კარგად დაინახავს საზოგადოება. ეს იქნება მათ შორის ინფორმირება საზოგადოების, მეტი საუბარი უფრო დიდ სიღრმეებზე, რა პრობლემებიც აწუხებს მოსახლეობას და იმაზე საუბარი უბრალოდ რაც აქვს ერთ ქართულ ადამიანს. ვინ ხართ ეს თანამოაზრეები და ხართ თუ არა ის ადამიანები, რომელიც შეაკავშირა აი ამ პროტესტმა, აი ამ წლების განმავლობაში ამ პროტესტმა? ვისთან ექნება საქმე, ასე ვთქვათ, ჩვენს აუდიტორიას, საქართველოს მოქალაქეებს?
ესე ძალიან ბევრ ახალ, სუფთა და კარგ ადამიანთან. ჩვენთვის ეგ არის მთავარი კრიტერიუმი, რითაც შევაფასებ და რითაც შემოვიკრიბეთ გარშემო ადამიანები და ვინც ვაკეთებთ ამ საქმეს 12 საათს ჩვენ ორგანიზაციას, რის საფუძველზეც დავფუძნით ვაკეთებდით ეს ადამიანები და გვეყოლება ძალიან ბევრი ახალი ადამიანი, იქნება ძალიან ბევრი სიახლე და სუფთა ადამიანები, ეს უნდა აღინიშნოს აუცილებლად ის ადამიანები, ვინც აქამდე შეიძლება არ ყოფილა პოლიტიკურ პროცესში და ასე ვთქვათ გასვლილი არ არის. თუმცა ის ახალი სახეები, რომელზეც მოთხოვნაც იყო, დაკვეთაც იყო და ხო, ის ადამიანები, ვინც შეაკავშირა პროტესტმა, ანუ იმიტომაც დავიწყეთ ამის კეთება თავის დროზე, რომ მარტის აქციებმა 2023-ის მარტის აქციებმა შეგვაკავშირა, გადავწყვიტეთ, რომ რაღაც მეტი გქონდა გასაკეთებელი და ახლა სრულად ახალ ნაბიჯს გვაქვს, სრულად ახალ ეტაპზე გადავდივართ და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს ნაბიჯი გადაგვედგა და ბევრ სახეს წარმოგიდგენ, ბევრ სახეს გაგაცნობ ჩვენგან ძალიან ბევრი თანამოაზრე გვყავს გარშემო და მინდა ყველას დიდი მადლობა გადაუხადო, ვინც მიყურებს და ვინც გვიყურებს დღევანდელი დიდი მხარდაჭერისთვის და კარგი გამოხმაურებისთვის და მე ყველანაირად მივცემდი გარანტიას ამ ადამიანებს, რომ იმედებს ჩვენ არ გავაცრუებთ, არ გავხდებით რაღაცა სიბინძურის ნაწილი, მართლა არ იქნება ჩვენი პოლიტიკა პირადი ინტერესების საწყოს შეწირვა და მომავლის შეწირვა, არამედ იქნება საქმე, უბრალოდ კეთილსინდისიერად ამ ყველაფრის გაკეთება და სხვა სფეროებიდან, ამიტომაც ვიკრებთ ადამიანებს. საინტერესოა, რომ ყველა მოძრაობას შეიძლება სჭირდებოდეს მხარდაჭერა, რესურსები, მაგალითად კორუფციის კვლევის დროს ადამიანები, რომელთაც აქვთ თავისი საქმე პარალელურად ხო სწავლობენ და ასე შემდეგ. გექნებათ თუ არა საუბარი, არ ვიცი, ბიზნესთან, რაღაც აქტიურობა ბიზნესშიც იყო, რომ უფრო და უფრო მეტი საქმიანი ადამიანი ჩართოთ სხვადასხვა ფორმით, რომ დაეხმარონ, ასე ვთქვათ, აი ამ პროცესს. აპირებთ თუ არა ამ თვალსაზრისით კომუნიკაციას? იცხადია ჩვენ ყველანაირ წინადადებას, რაც იქნება არაფარული, ჩვენთვის ეს არის რომ ფარული და რაღაცა ვიწრო ინტერესები არ იყოს და ამას ჩვენ არავის არ გავატარებთ, ეს ჩვენთვის წითელი ხაზი არის და არ უნდა იყოს კულუარებს მიღება. ყველაფერი იქნება ჩვენი ღია, ჩვენი ფანდრეიზინგის ეგრეთ წოდებული თანხის აგროვება, რასაც ვაპირებთ და დავიწყოთ აუცილებლად ამ დღეებშივე იქნება ღია, ეს იქნება ყველაფერი გამჭვირვალე აბსოლუტურად, რაში დავხარჯავ და რაში მივიღებთ ამ ყველაფერს. და ვინც კი დაინტერესდება ჩვენ ამ ყველაფრისთვის აბსოლუტურად ღია ვართ. არ გვაქვს ესეთი მოლაპარაკებები წარმოებული და დღესაც როცა წარვადგინეთ ეს, მუშაობთ უფრო იმაზე, რომ შინაარსი შეგვეძინა ჩვენი მოძრაობისთვის და ადამიანური რესურსი გაგვეზარდა და ენთუზიაზმით ყოფი ადამიანები გაგვეზარდა, ვიდრე ამ მიმართულებით, რომ 2 წელია 12 საათს ჩვენს ყოფილ ორგანიზაციას ვაკეთებდით სრულიად უანგაროდ, სრულიად ჩვენი რესურსებით, რაც უნდა რთული და სჭირებელი იყოს, ეს მართლა ასე იყო და ეტყობოდა ჩვენ საქმიანობას, ის კვლევაც თუნდაც ბევრ რაღაცაში რაღაცა გამოვიწაფეთ, ასე ვთქვათ. და ამიტომ ხო, ჩვენი პლატფორმა ღია იქნება სართულის, ახალი თაობის ძალის პლატფორმა იქნება აბსოლუტურად ღია და ეს ყველაფერი იქნება ძალიან პარალელურად, რა თქმა უნდა, ჩართული იქნებით პროტესტში და აი აქ მიჩნდება ასეთი შეკითხვა. ახალგაზრდები ხართ და ახალგაზრდებთან სასაუბრო ენა გესმით და ფიქრობთ თუ არა, რომ უფრო მეტად გესმით, ვიდრე ახლანდელ პოლიტიკურ კლასს. რა პრობლემები აქვთ ახლა პოლიტიკოსებს, რომ ესაუბრონ ახალგაზრდებს და უფრო მეტი ადამიანი ჩართონ აი ამ საპროტესტო მოძრაობაში. აი ეს მაინტერესებს ძალიან. რა არის ის საკომუნიკაციო ენა, რაც აკლია დღეს პოლიტიკურ კლასს და შეიძლება აღმოგაჩნდეთ თქვენ? მარტივიანით საუბარი სჭირდებათ ადამიანებს და სჭირდებათ ადამიანებს საუბარი შინაარსზე თუ ანუ მომავალ საქართველოს როგორ ხედავთ. ანუ არ უნდა იყოს ეს გზა ბუნდოვანები და ნისლით მოცული. ნათელი გზა უნდა გქონდეს, რომ ეს ყველაფერი როცა მთავრდება და ქვეყანა როცა დავიხსნით აუცილებლად, აი მე რა არის, მე ეჭვიც ანეპარება ჩვენს გამარჯვებაში და პროტესტის მიზნების გამარჯვებაში და უბრალოდ საქართველოს მოსახლეობის ეს არის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი ახალგაზრდებთან საუბრის დროს, რომ ახლა კარგი ეს უნდა მოვაგვაროთ და რა იქნება შემდეგ და თუ ამაზე მკაფიო პასუხები ექნება პოლიტიკურ კლასს ან თქვენს მოძრაობას კიდევ სხვა ორგანიზაციებს, ფიქრობთ რომ ეს გაზრდის და უფრო მეტ ადამიანს გამოიყვანს ქუჩაში? კი, იცით, ჩართულობასაც გაზრდის და ზოგადად პოლიტიკურ პროცესში ჩართულობას გაზრდის ადამიანებს და ადამიანები არ იქნებენ განზიდულები. საჭიროა რომ მაღლიდან საუბარ შეეშვას ბევრი და მათ შორის ჩვენ ავიღებთ ამას ჩვენ თავზე რა ხან უკვე პოლიტიკურ მოძრაობად გარდავიქმნით და ვისურვებთ რომ სხვებმაც გააკეთოს ეს, თუმცა ადამიანებს განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას არ მოგწონს რაცა მაღლიდან საუბარი, არ მოგწონს ესე ზოგადი ფრაზებით საუბარი, გვჭირდება შინაარსი, თანმიმდევრულობა, ანუ სიტყვის ფასი რო ვიცოდეთ, ანუ ეს არის მთავარი რომ რაღაცას რო ვიტყვით, ამას არ უნდა გადავიდეთ და ამას ბოლომდე უნდა გავყვეთ. ჩვენ ასე ვაპირებთ მოქმედებას და ხო, აი მომავალში რას ხედავთ, მომავალ საქართველოს როგორ ვაშენებთ, რაზე ვთანხმდებით და ანუ აი რა გვაერთიანებს და არა რა ყოფს და
და არა ის თემები, რაც შეიძლება არ აინტერესებთ ადამიანებს და შეიძლება რაღაცა რთული ენით საუბრობდნენ, თუნდაც პოლიტიკური აქტორები, ჩვენ გვინდა რომ ეს ენა საკომუნიკაციო ენა გავამარტივოთ ადამიანებთან და თუნდაც იმ სისუფთავით რაც გვაქვს, სრულიად ახალი სუფთა ადამიანები ვართ, უფრო მეტი ნდობა გავიჩინოთ. აი ახსენებდით სიბინძურას, რამდენჯერმე ახსენეთ ეს სიტყვა ახლაც და დღეს პრესკონფერენციაზეც. რას გულისხმობთ აქ თქვენ აი ამ საპროტესტო მოძრაობის დროს წააწყდით პირადადაც ასეთ რამეს, გქონდათ ხო პოლიტიკურ პარტიებთან რაღაც ურთიერთობა, შეიძლება კოორდინაცია, არ ვიცი რა ფორმით. ამას შეეჩეხეთ თქვენ? იცით ხშირად შევეჩეხეთ აი ამ აქ ჩვენ მე მარტო რეჟიმზე გასაგებია რეჟიმი რაც არის. კლიანად სპექტრული. მესმის ბევრჯერ შევეჩეხეთ იმას, რომ ძველი პოლიტიკური შუღლის და წყენების გამო ადამიანები უბრალოდ არ ესაუბრებიან ერთმანეთს და არის ის მომენტი, რომ მე იმას გვერდით არ დაუждები, გვერდით არ დაუდგები. ბევრჯერ შევეჩეხეთ იმას, რომ სიტყვის ფასი არ იცის ზოგიერთმა ადამიანმა და როდესაც რაღაცას ამბობს, იმას შესრულება უნდა, არ უნდა თქვა ისეთი რაღაც, რაც პასუხისმგებლობა შენ ვერ აიღებ. სიტყვას უნდა დაცვა ჩემი აზრით და ამას შევეჩეხეთ თუნდაც პროტესტის დროსაც, როდესაც რაღაცა მოლოდინი ქმნით და ეს მოლოდინები შემდეგ არ შეგვიძლია აღვასრულოთ. თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ მეტად და უბრალოდ ჩვენაც შეგვიძლია ანუ როგორც პოლიტიკურ თუნდაც პარტიებს, თუნდაც ჩვენ როგორც პოლიტიკურ მოძრაობას სართულს, რაც შეგვიძლია ჩვენი შინაარსი და რაც შეგვიძლია ის უნდა შევმოდოთ პროტესტს და აი ამას დაინახავთ. ანუ რაღაცა ჩვენ არანაირ შემთხვევაში არ ვთქვი რაღაცა ანგელოზები ვართ. ციდან მოვლენილი, რომელსაც რაღაცა ესეთი უნივერსალური გეგმა აქვს. ჩვენ უბრალოდ მეტი შინაარსი შემოტანა გვინდა და იმაზე გვინდა საუბარი, დღევანდელ ბრძოლაზე გვინდა საუბარი და არა რაღაც ბუნდოვან თემებზე გაუგებარი ენით. თუ სწორად მივხვდი, პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობაში მაინც ფრთხილი და ცოტა სკეპტიკური პოზიცია გექნებათ. აი, როდესაც აქციებია, შემდეგ იქნება ალბათ დიდი აქციებიც რაღაც პერიოდულობით, როგორც ხდება ხოლმე. აქ თანამშრომლობის რა რესურსს ხედავთ? ერთი მხრივ, რომ თქვენი თავი გამოკვეთოთ და თქვათ, რომ აი ჩვენ გვაქვს რაღაც ერთი მიზანია, მაგრამ ჩვენ ბევრ რამეს სხვანაირად ვხედავთ, მაგრამ მათთან თანამშრომლობის ნაწილში როგორ გაქვთ სტრატეგია ჩამოყალიბებული? კი, მთავარი ის არის, რომ ჩვენი თვალყურებთ ამ ყოველფრის კეთებას და თანამშრომლობა არ მოიაზრებს არავითარ შემთხვევაში და ხშირად ქართულ პოლიტიკაში რატომაც ისე არის ხოლმე, რომ თანამშრომლობა მოიაზრებს რაღაცა ერთიან სიას თუ კოალიციას, არა. უბრალოდ უნდა შევთანხმდეთ იმაზე ყველა ერთად, რომ რა გზით მივდივართ, თუნდაც ამ პროტესტში რა გზით მივდივართ შემდეგ და უნდა ჩამოყალიბდეს სპექტრი ამაზე ჩემი აზრით და თუ ვერ ყალიბდება სპექტრი, ჩვენ ვალდებულები ვართ ჩვენი შინაარსს შევთავაზოთ და მხოლოდ ამ ნაწილში თუ რა შევმატოთ პროტესტს, ვისაც დაინტერესებს, ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ მათთან სასაუბროდ და ასევე რაც არ მოგწონს ის ხშირად ის, რომ აი მუდმივი საუბარი რაღაც ფორმატებზე, კარგი ინიციატივები აქვს მართლა პრეზიდენტ ზურაბიშვილს, მაგრამ აი მუდმივი საუბარი, აი კოორდინაცია ფორმატები ეს საქმეთ უნდა იქცეს და არ უნდა იყოს ისევე დაფიქსირებული. პრეზიდენტმა თქვა, რომ მე მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს კი არ ვესაუბრები, საზოგადოებრივ ჯგუფებს ეს მან რამდენჯერმე გაიმეორა. ანუ თქვენთვის ფორმატის მონაწილე. ხო, ანუ საინტერესოდ რჩება ეს ფორმატი და არჩევნები რამდენად არის, ასე ვთქვათ, თქვენთვის ამ ეტაპზე საინტერესო თემა, გულისხმობ იმ თვალსაზრისით, მონაწილეობა არ მონაწილეობის თვალსაზრისით. მიცით რა არის თავისთავად როგორც გადაკეთდეთ მე პარტიად, ანუ ამაზე საუბრები გაქვთ ამ ეტაპზე თუ არა? ის რა არის არანაირი, იმიტომ რომ ჩვენ როგორც მოძრაობა ჯერჯერობით ისე ვაპირებთ პოზიციონირებას და გვინდა, ანუ ჩვენ არ ვიყურებით არჩევნებისკენ, ანუ არ ვიქნებით ისეთი ძალა მომავალში, რომელიც პარტიად გარდაკვეთეთ და ამისკენ ჩვენ გვაქვს ამის ამბიცია რა თქმა უნდა და რომ პოლიტიკური ძალა გავხდეთ მომავალში მძლავრი პოლიტიკური ხმა, მაგრამ არ ვფიქრობთ არჩევნებზე და არ ვაპირებთ ყოფნას ისე რომ არჩევნებამდე ვიყოთ მხოლოდ. ეხლა არის სასაუბრო მთავარი, ჩემი მთავარი თემა, ადამიანური მთავარი თემა არის, რომ რეჟიმის ტყვეები უნდა დაიხსნან და უნდა დავიხსნათ ყველამ ერთად დაიხსნან. არასწორი სიტყვა არის, უნდა რაღაცა გავათავისუფლებინოთ მათ და უნდა წამოვიდნენ და რაღაც წამოვიყოლოთ ამ ყველაფერზე ჩვენი წნეხით, რა თქმა უნდა, საგარეო წნეხით, მაგრამ არჩევნებსაც შეეხება, ქვეყანა არის დასაბრუნებელი ცალსახად და ამაზეც ამ ნაწილშიც თუ შევთანხმდებით უფრო ერთიან საგზაო რუკაზე, თუ როგორ არჩევნებს ვითხოვთ, ანუ არ არის მხოლოდ ახალ არჩევნებს ვითხოვთ, გადადგომას ვითხოვთ, როგორ არჩევნებს ვითხოვთ, რა წესებით ვითხოვთ, რაზე ვთანხმდებით, რაზე არ ვთანხმდებით, ვინ რა პოზიციაზე დგას, მრავალფეროვნება არის ამ შემთხვევაში საჭირო და საჭიროა მეტი მკაფიობა და მეტი საზოგადოების ხმის გათვალისწინება. ჩვენი საუბრის მიწურულს ვადომინდა კითხოთ, აი ხშირად ბევრი სტუდენტი გამოდის აქციებზე, ბევრი სტუდენტი აქტიურობს, მაგრამ მაინც ისმის საყვედურები, რომ აი კიდევ უფრო მეტი შეიძლება და რაღაც ნაწილი ახალგაზრდობის შეიძლება იყოს ინერტული. ის კი არა რომ აი ქართული ოცნების მომხრე იყოს, ვიღაც არის ალბათ, მაგრამ
არის მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე, რომელიც ცოტა სკეპტიკურად არის პროცესისადმი განწყობილი და მათი გააქტიურება საჭირო. აი ეს მიმართულება იქნება თუ არა ერთ-ერთი ძირითადი თქვენ საქმიანობაში. რა თქმა უნდა, უდიდეს პრიორიტეტია, იმიტომ რომ ფაქტი, რომ ჯენზი და ახალგაზრდა თაობა ძალიან აქტიურობს პროტესტის დროს და არჩევნების ნაკლებად აქტიური არის, რაც რაღაც კვლევებით დასტურდება, მე როგორც ვიცი და მე მგონი საზოგადოებისთვის ცნობილია ეს ყველაფერი, ეს არის პრობლემა. და ეს პრობლემა რახან არის, უნდა ვეძებოთ ყველამ საკუთარ თავში კითხვები და პოლიტიკურმა კლასმაც უნდა ეძებოს საკუთარ თავში პასუხები ამ კითხვებზე, თუ აი რა არის ამის მიზეზი, რატომ ვერ ერთვებიან ახალგაზრდები მეტ პოლიტიკურ პროცესში და ჩვენ თავს ვხედავთ ამ როლის შემსრულებლებად, რომ შემოვიკრიბოთ ადამიანები, ჩვენაირი ადამიანები, ანუ ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, არ ვართ რაღაცა დასმულები და ზემოდან ქვემოთ, პირიქით ქვემოდან ზემოთ წამოსული ძალა ვართ, სრულიად ჩვენი რესურსით და ჩვენ გვინდა რომ შევითავსოთ და შევასრულოთ ის როლი, რომ ადამიანები მოვიდნენ ღიები ვიყოთ, ვესაუბროთ ყველას, ვესაუბროთ მათთვის საინტერესო თემებზე, ამ შინაარსაცაში შევთავაზებთ, ამის გარშემო მოიქნება, ვისაუბროთ მათთვის საინტერესო საკითხებზე, შევთავაზოთ მათთვის საინტერესო კონტენტი, ასე ვთქვათ და არ ეხება ეს მარტო რაღაცა მედია კონტენტს, არამედ აი მოქმედებით. და მე მგონია რომ ამ როლის შესრულება ახალგაზრდულ ძალას, ახალი თაობის ძალას აუცილებლად შეუძლია და ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რომ მეტად ჩავრთოთ ის ადამიანები, რომლებიც ინერტულად არიან და უიმედოდ არიან და ნიჰილისტურად არიან და ანუ ჩვენი მთავარი მიზანი არის ვესაუბროთ არა კონკრეტულ ნაწილს საზოგადოების, ვინც ჩვენაირად ფიქრობს, არამედ ვესაუბროთ უფრო ფართოდ, ბევრ ადამიანს ვესაუბროთ და რაღაცნაირად გავსწრებ ამ არეალს და მათ შორის აუცილებლად გვინდა, რომ იმ ადამიანებს, ვინც დაბნელობაში არიან, ვინც სტატუს კვოში არიან პირობითად, ვინც სტატუს კვოს გამო მისცათ, თუნდაც ქართულ ოცნებას ხმა, დავანახოთ მათ, რომ ტრულად ჩვენ არავის არ უყურებთ და პირიქით ჩვენ გვინდა რომ დიალოგი იყოს, მეტი ხით ჩატეხილობა აღდგეს ადამიანებს შორის, რა თქმა უნდა, და დავანახოთ მათაც, რომ არჩევანი აღარ არის მხოლოდ რუსეთს და ევროპას შორის. არჩევანი არის რუსეთს და საქართველოს შორის და საქართველოს მხარეს დავდგებით, გადაუწევთ თავისუფლება და ყველა საქართველოს მხარეს უნდა ვიდგეთ ამ პროცესში. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებები მინდა გისურვოთ და ჩვენ ალბათ გავიცნობთ სხვებსაც, რომლებიც თქვენთან ერთად იმუშავებენ იმაზე, რასაც ახლა გვიყვებოდით.